მოგესალმებით ყველას და გავასწრებთ 25 თებერვლის შოუ-ბიზნესურ სიახლეებს. სიახლეებს იმ ადამიანების შესახებ, ვინც კინოსა და მუსიკის სამყაროში მოღვაწეობს. თავდაპირველად ქართულ ამბებს გავეცნოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. თეატრალურ სარდაფში შედგა პრემიერა სპექტაკლისა ფანჯარა. სანდრო კაკულიას ერთმოქმედებიანი პიესა ახალგაზრდა რეჟისორმა ლელა ჭენჭარაულმა დადგა. ჯერ კიდევ სპექტაკლის ნახვამდე, მხოლოდ პროგრამის საკითხის შემდეგ მივხვდით, რომ კომედია გველოდა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს მოლაპარაკეს კამი ასრულებს. მოკლედ ნახოთ სიუჟეტი. Это сейчас Зинаври у патрона бенес патрон. Лечи раз отвечал. ვია? ეს თუ დამინახა? ეს ჩემი სახლი. ნახევარი ჩემია. რა? მოტორიანი ხარ? აბა. მაშა. მე ბიჭო პირკველი არ გაგრიდა. ტოლვილი ვარ. ჩემ გარაგი. არც საჭმელი მაქვს, არც ტელევიზორი, არც მაცივარი და საერთოდ არაფერი. ეგ არაფერი. მე უსაჭმელო შემილია დაძინება, უფულო ცხოვრება, საჭმელო ცხოვრება და უაცილო ცხოვრება და საერთოდ ყოველგვარი ადამიანურის გარეშე ცხოვრება. აიგე? იცით თუ არა რა საშიშროების წინაშე დგეხართ? მაშინ მეგეძვით. ეს რასაც თქვენ წუწნით. არის ადამიანური, იმუნური და ინტერნაციონალური ადმინისტრაციული და გონებრივი დაქვეითების საშუალება. აი ამ საზღვრებამ შეიძლება აი ამ ზომამდეც მიგიყო. შენ თემურ? Скажи, черт возьми! Что? Там лицо! Ну давай, парень. Да, все-таки я заслужила. Моя жара заставила тебя это говорить. Ага. Ты должен мне взаимный подарок. Ага. Да. Иყვარხარ. Იდე კაი შენ მაინც გიყვარო. შენ? რამე? შენ არ გიყვარო? არა ხო გითხარი, მე სხვა მიყვარს. ვი? ნინო? ნინო. ის ბანძი? მიყვარხარ, არ მიყვარხარ და ვერცან მომიდგენია, სკამი როგორ უნდა მიყვარდე? მე სკამი არა ვარ, მე... და საერთოდ თვითონაც არიცი ვინახარ და საერთოდ უკვე დავით მომავე. სანდრომ როცა ეს პიესა მომიტანა 16 წლის იყო, ეხლა 19-ის გახდა. მანამდე ვფიქრობდით, შეიცვალა პიესაში რაღაცები და ერთი თვენახევარი იქნება, რაც დავიწყეთ და დავამთავრეთ. ყველაფერი რაც ხდება, რა თქმა უნდა, აი ძირითადად გავაკეთეთ ბოლო ორი ღამეა რა, რეპეტიციები არ ჩასმა უკვე და უფრო და უფრო კარგი რო გახდება, მაგაში ეჭვი არ მეპარება, ასე რომ ვიცი რომ დიდი სიამოვნება კიდევ წინა გვაქვს. სადაც მე ვილოდით ალბათ ყველა, იმიტომ რომ პირველი დღე იყო, მაგრამ რაც გამიხარდა, მე მგონი მაყურებელმა მიიღო რა, ბევრი რაღაც დასახვეწია ალბათ ჩაждდება დროთა განმავლობაში და უკეთესი იქნება პირველი დღე, მაინც ყველა ღელავს და ყველა ნერვებზია რა. მე მგონი რომ გამელაშქრა აი ამ ბანძი ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს 2 წლის წინაც ხდებოდა, ეხა ხო წაიღო და წაიღო წამალმა იაშკამებს ხოლმე ძალიან ხშირად რომ ის $5 ვერ იყიდი ბედნიერებას რა, ვერ იყიდი ბედნიერებას. არ არის საჭირო რომ თქვა რაღაცა ხელოვნურად მიიღო რომ სადღაც გახვიდე რა. ჯგუფის თეისი, რომლის პროდიუსერიც არის დიზაინერი ზალიკო ბერგერი, ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელიც მათ მეგობარმა დაუწერა. სიმღერას ასე ქვია: მე, შენ და სხვა. დავიდა. მე, შენ და სხვა. შენზე ოწდებას გსოვს. მე მინდა რომ შენი გული მეტანითმო დამიჯერე აცრემლებული თვალებით ნუ დაიწყებს ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტუდია ბლიქში, ეს არის ბატონი ირაკლი ყარელაშვილის სტუდია. მუშაობთ სიმღერაზე, რომელსაც პატარა ესეთი ისტორია აქვს ჩვენმა მეგობარმა ირაკლი მაზიაშვილმა. გითხრა რომ ძალიან გთხოვთო სიყვარულის და გამო სიმღერა დავწერეო და იქნებ იმღეროთა და ჩემს ოცნება გავატანკა
არანჟირება ეკუთვნის ჩვენს მეგობარს ბორი აშხიანს. ისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით და ცოცხალი გიტარებია თვითონ სიმღერაში დაუკრა მამჩარმა მანჯავიძემ. თვითონ სიმღერა განსხვავდება იმ სხვა კომპოზიციებისგან, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, ჩვენ უფრო დენს მუსიკას ვქნით. ჩვენთვის არც ისე საყვარელი ჟანრია ეს, მაგრამ თვითონ სიმღერა იმდანად ლამაზი და კარგია, რომ ჩემი აზრით მოეწონება ყველას. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.